ანუ კაი მაინც არ ჩანს. ვინ მოსულა? Go! Hi guys, today we will Make-up-ი ვერ მოვას წარი, მაგრამ არა უშვებს რა შორიდან არ ჩანს, ხო? გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან არის ტიპიკალ ტასო და დღეს ჩვენ გავაკეთებთ unpacking-ი. თუ მილესა გაჩერდება, ძალიან კარგი იქნება. აი, ჩვენი ამანატები ამოსულა. ეხლა თქვენთან ერთად უნდა გავხსნა. ძალიან არაკომფორტულია, სხვათა შორის თვითონ delivery, იმიტომ რომ თემო ხომ წერს რომ უფასო delivery იქნება, ხო? უფასო delivery, როცა შენ გადაცილებ რაღაცას თანხას, უფასო delivery არის, მაგრამ მე ეგეც სამსახურში მუშაობ ხოლმე, ტელეფონი არ მაქვს მისაწვდომი და რომ ირეკავენ, საერთოდ არ მესმის, არ ვარ ტელეფონთან ახლოს. და ძალიან არასიასემოვნო იყო დღეს, იმიტომ რომ დამირეკა და მე ფიზიკურად ძალიან დაღლილი ვიყავი და არ უპასუხე და ერთ საათში რომ უპასუხე და ურეკე უკან. მითხრა რომ მოდით ამაზე პოსტაზე. ადრე არც თემუში არ წერია რომელ დღეს უნდა ვიყო მზად რომ დამირეკავენ. არც delivery რო გამოდის, მერე მწერს დილის 10 საათზე მომწერეს რომ მიიღო კურიერი ჩემი ამონათი. ეს არ არის სწორი, არ არის კარგი, იმიტომ რომ როცა ადამიანი არ გპასუხობს, ეს ნიშნავს რომ უნდა არ მოიტანო ეხლა და მოიტანო მერე, სხვა delivery რო გამოვა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გადმოგირეკავ. გადმოვირეკე და ვთქვი რა შემიძლია გავაკეთო ამაზე რა და მითხრეს რომ თავიდან შეგიძლიათ დაურეკოთ Georgian Posts. და Georgian Posts უკვე თვითონ გეტყვის კურიერთან არის ეს თქვენი შეკვეთა თუ არა. და მე 100% ვიცი რომ დაურეკავ, ზუსტად ეგეც მეტყვია, როგორც წერია აპლიკაციაში თემო, რომ არ ვიცით როდის გადმოვიტანთ თქვენ ამონათს, ხვალ თუ ზეგ და მე ხვალ და ზეგ შეიძლება რაღაცა სამსახური მქონდეს, გასული ვიყო, არ მეძინოს უბრალოდ, იმიტომ რომ დაღლილი ვიყო და ასე შემდეგ და არ არის კომფორტული. მაგალითად, მე რო გადმოვირეკავ და ვთქვათ, შევთანხმდეთ დროზე delivery-თან როდის გამოვა, კურიერი როდის გამოვა, ეს უფრო სწორი იქნებოდა ჩემი აზრით. მაგრამ არა უშავს, კარგი კურიერი დავხვდა და მითხრა რომ მაინც ისამართზე მაინც გამოსვლა მიწევს და ბარემ წამოვიღებ და არ მომიწია გასვლა ამაში სხვაგან, არ არის ახლოს ჩემთან Georgian Post და მაგიტომ ძალიან გამიხარდა რომ კურიერი დავხვდა ძალიან კარგი ბიჭი და მაინც მომიტანა ჩემი ამონათი და ეხლა გავხსნით. ერთი თვითონ გავიდა და მე უკვე არ მახსოვს რა გამოვიძახე, მაგიტომ ჩემთვისაც იქნება ძალიან მაგარი. ეს იცით რა არის? სტიკერები თქვენი კბილებისთვის. მელისა, შეაშინებ ხალხს და მე არავინ არ მიყურებს, ისედაც ძალიან ბევრი მაყურებელი არ მყავს და მოდი გამოდი ქვევოთ. ავიღებ ჩემ მაკრატელებს. არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს. აზზე არ ვარ. მაგრამ იდეა თვითონ მომეწონა, იმიტომ რომ მე მომწონს სტატიკურად ლამაზი რაღაცეები და წესით უნდა ძალიან კარგად გამოგვიდეს. აქ შიგნით რაც დევს, ეს არის მელისა. ვემოთ. აქ შიგნით დევს ეგეთი ფანქარი სპეციალური. ეს ამისთვის რომ აქ გავდო, მაგრამ ჯერ უნდა გავრეცხო. მერე დევს სპეციალური ასეთი ლამაზები, სტომატოლოგებს აქვს ხოლმე. ეს არის სპეციალური ლაკი, რომელიც დაგჭირდება ამისთვის რომ მივაწეფებთ ამ ლამაზ რაღაცას. ეს არ არის სტიკერები, მეგობრებო, მოგატყუეთ. ეს არის აი ასეთი ჭიალები. გონი უნდა გავაკეთოთ ფანქარი, მერე არა, ჯერ უნდა გავაკეთოთ ეს, მერე უნდა გავაკეთოთ ფანქარი. ამ კბილზე რომელიც გვინდა მივაწებოთ ეს ლამაზი რაღაცეები. მერე სტომატოლოგის things ალბათ საჭირო ამისთვის რომ სანამ გააკეთებთ უნდა ესე ცოტა გააკეთოთ კბილზე
მე გააკეთოთ ბანკარი და ეს არის უკვე ლაკი რო გავაკეთებთ. ეს არის სპეციალური სიმნათლე, რომელიც დაგვეხმარება ამისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი სტრაზა. ესე. მაგარი იქნება, თუ გინდათ TikTok-ში გადმოდით და TikTok-ში გავაკეთებ უკვე როგორ გავაკეთე მოკლედ. მედი მაქვს ძალიან მაგარი იქნება. ეს ახლა არ გავაკეთებ და თქვენ გადმოდით TikTok-ზე და ნახეთ მე როგორ გამოიყურება და როგორ გავაკეთე მოკლედ ეს. კეისი ჩემი მომავალ ყურსაცმელებისთვის. ეს კეისი მე სპეციალურად გავაკეთე, ანუ როგორც კასტუმინგი. ძალიან მინდოდა რომ იყოს ჩემი პატარა ჯული პატარა ასაკში რო იყო, ძალიან საყვარელი იყო და მოკლედ მე ჯული ჩავასმევინე თოვლის ბაბუეს ტანსაცმელზე და მინდოდა რომ ახალი ხურსაცმელები როცა ვიყიდე, აი ჯერ არ მაქვს ნაყიდი, მაგრამ უკვე ვიყიდე კეისი, რომ ჩემი ჯული სულ ჩემთან ახლოს მყავდეს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია, აი ესეთი საყვარელი ფოტოა. საყვარელი, უყურეთ რა საყვარელი იყო პატარა. ეხლა კი გიჟია, მაგრამ მაინც მიყვარს. მაგიტომ даже კასტუმინგი გავაკეთე, რომ ჯული ჩემთან ერთად სულ იყოს. ვერ გებულობ რა არის. ეს არის უკან კეისზე უნდა მიაწებო და მე შენი ტელეფონი შეგიძლია მიაწებო სადღაც მაგალითად და საკეზე შეგიძლია ეს მიაწებო ტელეფონი და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არ მქონდა ეგეთი რაღაცა და საჭირო იყო სულ სადღაც გარეთ ვიღებ კონტენტს და კონტენტისთვის ძალიან კარგი იქნება TikTok-ებისთვის მით უმეტეს. შემდეგი ლოტი ეგრე მომივიდა ცოტა გაბუწყული, იმენი მაქვს ყველაფერი შიგნით კარგად არის. რო გითხრათ. What the fuck, მეგობრებო, ეს არის სათვალეები. სხვათა შორის კიდე კარგი რო იყო, ანუ უბრალოდ ამაში არა და ყუთით, იმიტომ რომ 100% არ მომივიდოდა ეგეთ კარგ მდგომარეობაში. ესე გამოიყურება, სულ მინდოდა ან დიდი ხანი არ მიყიდია და მე ძალიან მინდოდა ჩემი სტაილინგისთვის, უბრალოდ თვალში კარგად ვხედავ და ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ ანუ სტაილინგისთვის ზოგი ერთი ჩემი ლუკისთვის ძალიან ლამაზი იქნება და რა ვიცი. როგორ მიხდება სათვალეები ნეტა აქ მინდოდა ვიყიდო სათვალეები, მაგრამ ანუ აქ ყველგან უკან რაღაცა წერია Dolce & Gabbana, Gucci და მე ამას არ ვემხრობი, ანუ თუ არ გაქვს ფული Dolce & Gabbana-ზე და Gucci-ზე, ჯობია იყიდო ეგეთი სათვალეები, სადაც არ წერია ბრენდის ნიკნეიმი. შემდეგი ლოტი, მეგობრებო, ანუ ძალიან არიცინოთ, კარგით. სადღაც 2 თვეში მე მაინც მინდა ვიყიდო AirPods Max-ები. ანუ ეხლა მინდა უბრალო AirPods-ები ვიყიდო, იმიტომ რომ ჩემი AirPods-ები უკვე ძალიან ძველია, ანუ თითქოს პირველები მეორე სერია არის და უკვე ძლივს მუშაობს 15 წუთი რომ დავერჩარჯები და მე მინდა ვიყიდო AirPods Max-ები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს როგორ გამოიყურება და ჩემი უბრალოდ ანუ სტაილისთვის ძალიან ლამაზი იქნება. ერთ-ერთი მიზეზი რატომ უნდა იყიდო AirPods Max-ი უბრალოდ ლამაზია და კარგი კი შეიძლება კარგი იყოს მაგალითად სახში ჯდომის დროს რომ მოусმინო ამაში მუსიკა ან პოდკასტი და ასე შემდეგ, მაგრამ არ არის კომფორტული მაგალითად სადმე გამოსვლა ამ AirPods-ებით ცოტა ტანჯვა არის, იმიტომ რომ არ არის ძალიან light, ესეთი რომ არა კომფორტული, ანუ გრძნობ რომ ყურსაცმელები გაქვს აქ. ხო, მაგალითად ანუ რა ვიცი. მელისა! წადი ახლა აქიდან გოგო, წადი. გრძნობ რომ გაქვს რაღაცა თავზე რა, არა კომფორტულია ფიტნესისთვის, ანუ რომ წავალ ვივარჯიშებ ასე შემდეგ, უბრალოდ მომწონს როგორ გამოიყურება და მაგიტომ მინდა ვიყიდო. ხო, ეგეთი იდიოტკა ვარ. მე არა უშავს. ტასო, პროსტა ესთეტიკას ძალიან დიდ პატივს ანიჩებს და მაგიტომ საჭიროა ჩემთვის. არ გამსაჯოთ არასდროს. მოკლედ და მე ვიყიდე.
მე ვიყიდე ასეთი უფერო, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი რა ფერი მინდა ვიყიდო და უფერო ვიყიდე ამისთვის რომ ფერი არ გადაფაროს შიგნით, აი ესეთი რაღაცა, ანუ ხურცმელები ხომ არის, შიგნით უნდა ჩადოთ, მე ზემოდან დასაფარი არის და აი აქაც ამისთვისაც დაცაფარი არის, მოკლედ თუ ნახეთ, ჩაგიგდათ ამ ფოტოს როგორ გამოიყურება AirPods-ები, ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. იცით რა? არ გამსაჯოთ ამის გამო, რომ მე ჯერ არც AirPods-ები არ მიყიდე ჩვეულებრივი, არც AirPods Max-ები არ მიყიდია, მაგრამ უკვე ვიყიდე კეისები. ეს არის ჩემთვის мотивация, რომ მე ვიყიდე, ეს ნიშნავს, რომ უნდა აუცილებლად ვიყიდო ჩემთვის და ჩემი თავი ვაიმაყო ამითი, რომ რა მაგარი გოგო ვარ და მაინც ჩემთვის ვიყიდე. ხო, რა არის ცუდი ამაში? რა არის ცუდი ამაში, რომ მე ვდრიმავ? არაფერი. მეგობრებო, ასევე მომივიდა ასეთი კეისი. ასეთი კეისიც მოსულა. ჩემი მომავალი AirPods-ებისთვის ძალიან ლამაზია. მიყვარს მწვანე ფერითან. Rock and roll, baby. შემდეგი ლოტი. არ მახსოვს რა არის, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი. მგონი გამეხარდება, იმიტომ რომ ასეთი დიდი პარკები მომწონს მე. Oh no, ამას ვიცი როგორც ველოდებოდი. ძალიან ველოდებოდი ამ რაღაცას, იმიტომ რომ ჩემი იქით დევს, არ ვიცი, ხედავ თუ არა. აი აქ დევს ჩემი დინამიკი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანი არ მუშაობს, იმიტომ რომ მე დავკარგე ჩარჯერი ამ დინამიკის და არა, რატომ უნდა წავიდე და ვიყიდო ჩარჯერი ჩემი დინამიკისთვის, როცა შემიძლია ვიყიდო ახალი დინამიკი. ლოგიკი 0. ლოგიკა 0. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იდიოტი ვარ კიდევ ერთხელ, მაგრამ არ ვარ მე. იმიტომ რომ ეს სხვანაირი დინამიკი არის, ეს კი ლამაზია, რომელიც მაქვს და აუცილებლად ვნახავ ამ ჩარჯერს როდისმე. მაგრამ ეს სხვადასხვა ფერით ირთვება და სხვადასხვა ფერით ეს ლამაზად ანათებს. თან აქ შეგიძლია დადოთ ტელეფონი და ეს ტელეფონიც დააჩარჯებს. და ძალიან ბევრი სხვადასხვა ეს შეერთებელი არის, ნებისმიერი სხვადასხვა ტელეფონი შეგიძლიათ შემოერთოთ და ტიფი არ ვიცი რა არის, მგონი შეიძლება ეს კარტი, სადაც მუსიკა ჩაწერილი გაქვთ, შეარეთოთ აქ, ხო? როგორც ვიცი, ხო? თუ რაღაც არასწორი ინფორმაციას მოგაწოდეთ, ჩემი ბრალი არ არის, ეს ჩემი უბრალოდ მოსაზრება. აი ესე გამოიყურება, როცა ჩართული არის. ჩემი აზრით დამაგარია. როგორც მივხვდი, აქ უნდა დააჭიროთ და სხვადასხვა ფერის გაანათებს. არა და ძალიან მაგარი რაღაცა. როგორი ხარისხის იქნება და როგორ კარგად გაიმუშავებს, ვნახოთ ჩემ ლაივ ტრანსლაციებზე, შემოდით ჩემთან ლაივში და იქით უნდა გითხრათ, მართლა კარგი ხმა აქვს თუ არა, თვითონ მოусმენთ. ბოლო, რაც ჩამომივიდა, ეგეთი ლამაზი ნაჩნუშკა, არ ვიცი როგორ იქნება ეს ქართულად. ჩავიცვავ და გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. გარედან ისეთი ძალიან გოგოშკური არის. უბრალოდ ეხლა ვერ გავუთავ და არ გამსანჯოთ, მის გამო როზარმაცი ვარ. ეგრე გამოიყურება. მე საერთოდ ეგეთი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია ძილი რაღაცა რო არ ჩაცმული არ ვარ. ზოგიერთი შეიძლება ტიტიკანად იძინოს, მაგრამ მე არა. თან მე მიყვარს ესეთი ლამაზი რაღაცები, რო ეგრე დავიძინო ზაფხულში ოღონდ. ზამთარში მკიდია, ხუდები შემიძლია დავიძინო. მაგრამ ანუ ზაფხულში მინდა რომ გოგოშკური ვიყო და ესეთი ლამაზი და გონი ძალიან მიხდება და თქვენც გამოიძახეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ლაიკია. უბრალოდ უნდა გავუთავო და всё. მოკლედ, ეგეთი მაგარი unpacking-ი გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენ იცით ისედაც, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ უნდა დაიმილაიკოთ და კომენტაროთ. ასევე მე მაქვს Instagram-ი,
რომელიც ძალიან მისი ამოვნება თუ დააფოლოვებთ. ასევე მე მაქვს TikTok-ი, რომელშიც ვდებ ძალიან ბევრი ვიდეო და იქით უფრო ხშირად ვარ იმის გამო, რომ TikTok-ი უფრო იოლი პლატფორმაა და უფრო იოლად შემიძლია გადავიღო და რაღაცა გაიზიარო თქვენთვის იქ. აუცილებლად გამომიწერეთ ყველგან. ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მეგობრებო ყურადღებისათვის. ნახვამდის!